ქედაში ქართულ ჭიდაობაში 2025 წლის აჭარის აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 25 სპორტსმენი მონაწილეობდა 4 წონით კატეგორიაში. გამარჯვებული ზვიად მახარაძე გახდა, ანუ აბსოლუტური ფალავანი. ზოგადად სხვა გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო აბსოლუტურ ფანავანს დამატებით გარდა ამ პრიზებისა ტრადიციული პრიზით ხვარი გადაეცა. ბავშვობიდან ამ სპორტით ვარ დაკავებული, სხვა ჭიდაობა არ მეჭირდა, იყო რაღაც სხვა ჭიდაობები, მაგრამ ძირითადად ქართული ჭიდაობიდან დავიწყე და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ 2 წელიწადი თითქმის არ მეჭიდავია, ბოლო ტურნირი რომ ვიჭიდავე, მაშინაც მოვიგე. და ეხლაც დაბრუნება ეს არის ჩემთვის, რა ვიცი, ძალიან ემოციებში ვარ, იმიტომ რომ წინ ძალიან დიდი მიზნები მაქვს დასახული და ამიტომაც ფიქრობ, რომ შრომას არ დავანებებ, თავს გავაგრძელებ. 6 წელია უკვე რაც ვჭიდაო. დღეს ჩატარდა აჭარის აბსოლუტური ფალავნობა, სადაც 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა. კარგი გამოსვლა მქონდა, ესე რომ ვთქვათ, და პირველი ადგილი დავიკავე. აჭარის აბსოლუტური ფალავნობა საკმაოდ წარმატებით ჩატარდა, დასრულდა. ჩვენ დღეს ვიხილეთ ჩვენი ფალავნების გამორჩეული ბილეთებიც, ვიხილეთ მათი დამოკიდებულება ქართული ჭიდაობისადმი. ერთხმად იქნა აღიარებული დღევანდელი ჩვენი ფალავნის ზვიად მახარაძის გამორჩეული დამსახურება და დამსახურებულად მიღებული საპატიო წოდება აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნება. ზვიადი ფაქტიურად დაამარცხა 2 ორორგზის აჭარის აბსოლუტური ფალავნები, რუსლან შავაძე და თაზო ბედინაძე.